ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში მოსახლეობა გარეული ცხოველის მომრავლებაზე საუბრობს. დათვების ლიკვიდაციის ნებართვის მისაღებად მოთხოვნა გარემოს დაცვის სამინისტროშიც გადაიგზავნა. გამოქვეყნდა შესაბამისი დადგენილებაც საკითხს მოქალაქეების ნაწილმა პეტიციით უპასუხა. აგერ 10 მეტრში მომდა სახლი. მიხეილ ჟორჟაძე სოფელში დათვების გამოჩენის ამბავს ყვება. საცხოვრებელ სახლებთან ახლოს დათვები ბოლოს რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ. მოსახლეობა ირწმუნება, რომ გარეულმა ცხოველმა ხეხილი და სიმინდის მოსავალი გაანადგურა. ჩვენთან არის ტყეში ბევრი წყავი. დათვი იმით იკვებება. ეს ყველაფერი მოსპოვა მთავრობა ნადიესაც მეემშია. აქედან 6 კილომეტრში ყანიერი გვაქვს. ერთი კოტა არ დატია იქ სიმინდი. დათვების მომრავლებაზე საუბრობენ ხელვაჩაურშიც. გარეულმა ცხოველმა მაჭახლის ხეობის მხოლოდ ერთ სოფელში 7 მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თხილის ბაღები დაამტრია, შეუჭამა სიმინდი, ნათესები გაანადგურა და ასეთი ხდება რა, ყოველდღე თითქმის ხდება დათვი. მოსახლეობა ითხოვს მიცემება ლიკვიდაციის მოკვლის ან რაიმე სპეციალური ჯგუფი გამოიყოს. ხელვაჩაურის გამგეობამ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარეული ცხოველის ლიკვიდაციის უფლების მიღების მოთხოვნით მიმართა. ჩვენ მუნიციპალიტეტს არავით არის კანონის მიღების უფლება არ აქვს, რომ დავთოთ ნება სიტყვაზე დათვების განადგურებისა, არის თავისთავად კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ მიმართეთ და ველოდებით პასუხს, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ექნა გამომდინარე, რომ საშიშროება არა გამორჩული ფატალური შედეგით დასრულდეს რეგულაციას კანონთან შესაბამისობაში, რომ როცა შემოგივარდება იმაში, რა ქვია, სოფელში დათვის მონადირეებმა გაანადგურონ. მხოლოდ ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვახდენ ჩვენ რეაგირებას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შემთხვევაში არის დადასტურებული ფაქტები. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დათვის ლიკვიდაციაზე ნებართვა გაიცა, თუმცა მკაცრადაა განსაზღვრული მათი რაოდენობაც და წესები. დათვის რაოდენობის რეგულირების კონდიციების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ 1 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის განკარგულება გამოქვეყნდა. თვითმმართველობა ხირაობს სპეციალურად მონადირეს, რომელსაც მხოლოდ იდენტიფიცირების შემთხვევაში, რომ ეს ნამდვილად თავდამსხმელი ცხოველია, აქვს მისი ლიკვიდაციის უფლება. ანუ არავინ არ მიდის ტყეში, არ მისდევს ნაყვალევს და არ ცდილობს იდენტიფიცირებას, ეს ნამდვილად ის დათვი ან ის მგელი იყო თუ არა, რომელიც იყო ჩამოსული. დღეის მდგომარეობით აი ასეთი მომართვების საფუძველზე მხოლოდ 3 დათვის გარემოდან ამოღების ნებართვა გაცემული. პრემიერის გამოცემულ განკარგულებას პროტესტი მოჰყვა. ინტერნეტ სივრცეში პეტიცია გაჩნდა გადავარჩინოთ ქართული მურა-დათვები დახოცვისგან. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სასტიკი და დამღუპველი გადაწყვეტილება საბოლოოდ მოსპობს ისედაც გადაშენების პირას მისული ქართული მურა-დათვის არსებობას, რომელზეც ნადირობა აკრძალულია და ის წითელ წიგნშია შეყვანილი. მოქმედი კანონმდებლობით დათვის ლიკვიდაცია ჯარიმას ითვალისწინებს.